ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს გაფორმებული სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორები იღებდნენ. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. რექტორთა საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება და ერთობლივად განიხილავს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს. ხდება მოსაზრეების შეჯერება და მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილებები. აღნიშნულ რეჟიმში საბჭო მომავალშიც გეგმავს შეხვედრების ორგანიზებას და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი თემების განხილვას. დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე თემა იყო განხილული, ეს შეეხებოდა საკანონმდებლო ცვლილებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ კანონში და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში. ძალიან მნიშვნელოვანი თემა ასევე ახალი საკვალიფიკაციო ჩარჩო, რომელიც ასევე ასოცირების ფარგლებში ჩვენ გვევალება, რომ უნდა მოვიყვანოთ შესაბამისობაში. ამიტომ დაიგეგმა შემდეგი ნაბიჯები და მე ვფიქრობ, რომ თუ ამ რეჟიმში მუშაობა გაგრძელდება, ძალიან მალე ჩვენ უკვე მოვამზადეთ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტისთვის განსახილვად. საერთოდ ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა, როდესაც ამ ტიპის შეხვედრები გაიმართება ხოლმე, ვინაიდან წინასწარ რექტორებს ეკეთებათ აქვს საშუალება, რომ გაიგონ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ და ასევე სამინისტროს ეკეთება საშუალება, რომ ჩვენი რეკომენდაციები, ჩვენი შენიშვნები იქნეს გათვალისწინებული მათ სამოქმედო ვებაში.